გუშინ საღამოს გავიგე როგორ ელაპარაკებოდი ენგინს. უთხარი რომ დარჩენას ვერ მთხოვდი. უთხარი რომ ჩემი ცხოვრება დავგეგმე. უთხარი რომ აღარ მჭირდები. სელენ, არაფრის თქმა არ გჭირდება. ყოველთვის გიჭირდა ლაპარაკი, ემოციების გაზიარება. თუ კი არსებობს მცირე, ძალიან პატარა ალბათობა იმისა, რომ მომავალში ერთად ვიქნებით, ახლავე, დღესვე დავშორდები ფერიც. არაფერს იტყვე? ფერით. ავა მოვადუღე, იქნებ ერთად მოვიტანოთ, დამეხმარები? ცხადია. ვიცი რომ შენთვის ძალიან რთულია. კარგად დაფიქრდი. 2 დღეში ველოდები შენს პასუხს. ავალაგოთ აქ ყველაფერი მას მერე რაწყავას დავლევთ და წავიდეთ, ხომ? ზურფასო თუ გინდა შეგვიძლიაახლავე წავიდეთ. წერქანი და ედა მარტო დავტოვოთ აქ. ჩვენც დავტკბებით ამ ადგილით. ო, ჩვენ წავალთ და თქვენ დარჩით. დატკბით ამ სახლით. არა, ჩვენ გაგაცილებთ. არ არის საჭირო. ჩვენიც წავალთ. მადლობა. რატომ მაგოცე? ორივე ძალიან აღელვებულები იყავით. მინდოდა ფერითის ყურადღება გადამეტანა, ვერაფერს რომ ვერ მიმხვდარიყო. ასე? შენ მხოლოდ ჩემი ყურადღება გადაიტანე. შენ რატომ ჩამკიდე ხელი? წავიდეთ. აბა რა წავიდეთ. ჩანთას ავიღებ. გისმენ თუქჩე. ქალბატონო ჯერენ ბატონი ენგინია აქ. თქვენ სანახავად მოვიდა. ბატონი ენგინი? რომელი ბატონი ენგინი? თქვა რომ გიცნობთ. თუქჩე, ყველას უშვებ აქ, ვინც ამბობს რომ მიცნობთ. მოდი ასე მოვიქცეთ. ამ კომპანიაში სტაჟიორი ვარ. მამა ჩემი მისი მფლობელი არ არის, შენ კი ჩემი მდივანი არ ხარ, კარგი? ქალბატონო ჯერენ ვერ გავიგე. კარგი, სხვანაირად მოვიქცეთ. რასაც ვიტყვი, ყველაფერი დამიდასტურე. კარგი, აქედექი. ენგინ. კეთილი იყოს. რა მშვენიერი სიურპრიზია. რატომ არ გამოვფრთხილე? მოემზადებოდი და თავისუფალ დროს გამოვნახავდი. უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. არც კი ვიცი. ვიფიქრე მოვიდოდი და ყავას დავლევდით. უბრალოდ ზოგჯერ ვირივით ვიქცევი. მაპატია. ყავის დალევა მინდოდა შენთან და ბუდიშის მოხდა. ხომისი რომ ბოროტის რახოვი არ მაქვს, მხოლოდ კარგები მაქვს. დიახ, ვიცი, ამიტომ მოდი ჯობს ერთად ვისადილოთ. არა, მე უკვე ვისადილე. ყავის დასალევად მოვედი. მაშინ წამოდი ყავა დავლიოთ. არა, არ არის საჭირო. მოდი აქ დავლიოთ. ჩემი ოფისი არ არის? ხო, ეს ჩემი ოფისია. მერე? ენგინ. შეიძლება მისაყვედურონ. რატომ? მე ხომ ჯერ კიდევ სტაჟიორი ვარ. ყველა შესაძლებლობას იყენებენ რომ მისაყვედურონ. მე მკითხავ, ვინ არის ეს სიმპათიური, გესმის? და სიმპათიურში მე მგულისხმობ?
ეს უკვე მომწონს. და საერთოდ რა არის ამაში ცუდი? უბრალოდ ყავას დავლებთ. თანაც, რადგან აქ მოვედი ყავის გარეშე არ წავალ. რა ჭირვეული ხარ? ერთი ჭიქა დავლიოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა და რამ ხელა სიხარულია. დავაიფერ, ასე თუ გაგრძელდება ჩაიძირები. ჩავიძირები? ეგ როგორ? ყველაფერი ასე ცუდად არის, ასე როგორ შეიძლება? სხვილი კლიენტების პოვნაა საჭირო დავაიფერ. მაგალითად კომპანია, რომელიც რეგულარულ შემოსავალს მოგიტანს. ჩემო ძვირფასო ისედაც გამოხმაურებით მუშაობთ. ერთხელ ვინც კი თანამშრომლად ჩვენთან მეორე დაუცილებლად ბრუნდება. ეგ არ არის საკმარისი. კარგი, დილას აღამოზე ბრძენია ხომ ასია? ედამ არ უნდა გაიგოს ამ შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. თუ გინდა მუსიკას ჩავთავ. კარგი. რატომ არ უთხარი სელინს ფერიც დაშორებოდა? ეჭვგებარება? რატომ არ პასუხობ ჩემს კითხვებს? რა მნიშვნელობა აქვს? შენ მხოლოდ ერთი რამ გინდა, მომიშორო. მომასეა. და შენ რატომ არ პასუხობ ჩემს კითხვებს? ეჭვგებარება? ჯობს რადიო ჩავთო. ცხადია, ჩართე. პირველივე სიმღერა შენ გეძღვნებას არ გამბოლად. მართლა უკვე მომწონს. ძალიან საინტერესოა. მეც ასე მგონია. მაპატიეთ ბოლო წუთს რომ დაგეძახეთ, მაგრამ არა უშავს მიჩვეულები ვართ უკვე. მაკიაჟი მზად არის, მაგრამ ვარცხნილობა მოგწონთ? არ ვიცი, დიდად არ მომწონს. ეგ თქვენ არ გეკავშირდებათ. ფიქრობ თავისკანი მაქვს ჭუჭყიანი. სისუფთავეს ვერ ვგრძნობ, მგონით მომცვივა. არა უშავს ამას მომაგვარებთ. შემიძლია გირჩიოთ შამპონი და ბალზამით მესვანისთვის. შვენიერია. მაშინ შეგვიძლია ნებისმიერი ვარცხნილობის გაკეთება. ბატონი ფერითი გელოდებათ ტორტის დეგუსტაციაზე. კარგი. მადლობა. არაფრის. ჩემი აზრით დამწყები სტაჟიორი ადვოკატისთვის საკმაოდ კარგი ოფისია. ცხადია. მესმის დიდ კომპანიაში რომ მუშაობ, მაგრამ ჩვენი კომპანია ძალიან გულუხვია თანამშრომლების მიმართ. ამ საკითხში ძალიან მგრძნობიარია. თანამშრომლების მიმართ ყურადღებიანია. რა კარგია. ჯერენ მოდი ხარ? სუშის საჭმელად მივდივართ. ბებექში ჩვენთან ერთად აპირებდი წამოსვლას. დიახ, მინდოდა. მაგრამ ახლა დანაყრებული ვარ, გემრიელად მიირთვით. შეგიკვეთა როგორც ყოველთვის. არა, დიდი მადლობა, გემრიელად მიირთვით. კარგი, დროებით. მაპატიე, ბებექის სუშზე ლაპარაკობთ?
უბრალოდ იმ ადგილზე ძალიან სასიამოვნო რაღაცები მაქვს გაგებული. თითქოს ხალხი ერთ კერძში ერთისთვის ხელფას ტოვებს იქ. ასეთი სისულელეები გამიგია. ეს მართალია? როგორც ჩანს, აქ მაღალი ხელფასებია. დიახ, ასეც არის. მაგრამ ხომ გითხარი, რომ ძალიან გულუხვი კომპანია გვაქვს და ძალიან კარგ ხელფასებს გვიხდის. შენ ხომ კარებში სადილად წასვლა შემოთავაზე, როგორც მახსოვს. ახლა თქვი რომ არ გშია, რა უცნაურია. ხო. ენგენ. სპეციალურ დიეტაზე ვარ. ზოგჯერ შეიძლება მომშვიდეს, ზოგჯერ შეიძლება დანაყრებული ვიყო. ზოგჯერ ყავაც მყოფნის. ჯერენ, კარგად ხარ? კარგად ვარ თუ არა? დიახ. ხო, კარგი. მოდი ჩვენს თემას დავუბრუნდეთ. ვაღიარებ რომ შენთან და პირველთან ერთსა და იმავე დროს ბოდიშის მოხდა სისულელე იყო. გადავწყვიტე პირადად, ცალკე მომეხადა ბოდიში. და ამიტომაც ვარ ახლა აქ. ენგენ. კიდევ დიდი გზის გამოლა მოგიწევს ქალებს რომ გაუგო. სერიოზულად? ძალიან გრძელი გზა არის. ძალიან გრძელი. კარგი რა, თორმე ძალიან გრძელი გზაა. ძალიან გრძელი. ერთი მეორეზე უკეთესია. მოდი აბა ეს გასინჯე. ფერი თუ ყველა ერთნაირად მეჩვენება. თანაჩენ ხარ ყბილეულის მოყვარული და თვითონ აირჩიე. ხო? მაგრამ ეს მართლა ძალიან გემრიელია. მოდი თავად გასინჯე. არ მჭირდება გასინჯვა. მე შენ გენდობი. დარწმუნებული ვარ ყველაფერი ძალიან გემრიელია. კარგი, მაშინ აი ამას ვირჩევ. მაპატიე. მადლობა. ქალბატონო აიდან როგორ ხართ? კარგად ვარ სელენ. მადლობა. გცალიათ? ცხადია, ცხადია. ცალია. კარგი, ამ საღამოს გელოდები. კარგი, მოვალ. ხვალ სამსახურში წამოგიყვან. არა, არ არის საჭირო. ყველაფერი ჩავაბარე ქალბატონ ედილს. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთე. შეთანხმების პირობებში შევასრულე. ოფისში მოსვლის მიზეზი არ მაქვს. გაქვს. უпроსორად მიზეს ვიპოვე. მაშინ დამირეკე, როცა იპოვე. კარგი. დამეხმარეთ. ჰოლდინგი არ გვაქვს. მემკვიდრეებს ვერ მოვიპატიჟებთ ვახშამზე. მათ ვისაც ჭამა უნდა დასხდნენ, ვისაც საუბარი უნდა, სახლში შევიდეს. რას ამბობ მამიდა? ჩემი კერძების არომატი საუკეთესო მოსაწვევია. აბა? როგორ ჩაიარა თქვენმა გუშინდელმა შეხვედრამ? ერთი წუთი, მოდით ამ მიმდევრობით. აბა ძვირფასო, როგორ ჩაიარა საქორწილო კაბის მორგებამ? ნახავთ მას? რადგან სელინმა ასე ადრე გადმოწია ქორწილი, მე ჩავიკარგე. ანუ ეგ რომც მოხდეს, ახლა მომავალში არ იქნება. მამიდა, თქვენი სნებართვით საუბარში მინდა ჩაგეჭრათ. აი ნახეთ. თავად სიტყვა ქორწინება სიყვარულს კლავს. მართალია, სანამ სერქანს ხელბორკილები არ გაუკეთე, გონებაში არც ნიშნებაზე და არც ქორწინებაზე გქონია ფიქრები. არც ახლა მაქვს. ოცნებები მაქვს, გეგმები.
სასწავლებლად წავა. ვისწავლე. იტალიის უნივერსიტეტში გავაგზავნე განაცხადი. უფასოდ თუ ჩავირიცხები ძალიან კარგი იქნება. თუ არა და სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავალ. დიპლომი უნდა მივიღო. მივიღებ კიდეც. მე მას ვიმსახურებ. გაიგეთ საკმაოდ ნაცნობი ხმა. ჩემი ძველი ძმისშვილის ხმას გავს. სად იყავი ძვირფასო? ძალიან მოგვენატრე. დედა, იქნებ სიძემის სტიპენდია მოგცეს, რომელიც დაიმსახურე. სინამდვილეში შემომთავაზა. მაგრამ უარი უთხარი, ეგ არ მოხდება. მართალია, იმიტომ რომ სიყვარული და სამსახური სხვადასხვა რამეა. კარგია რომ არსებობთ. ერდემეს ქალური სოლიდარობაა. რას მოძრები? რაც გინდა ისთვის, თავს განდეგილად არ თვლი, პირიქით. თავი კატა მგონია, რომელიც მოათვინიერეს. მკვეთრ მოძრაობებს ნუაკეთებ. იქნებ ტაქტიკა შეცვალო. არანაირი ტაქტიკა არ მაქვს. რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ. თუ გინდა რომ პიპი დაინტერესდეს შენით, ნუ მიაქცევ ყურადღებას. რაღაც პერიოდის მერე თვითონ ეცდება მიიქციოს შენი ყურადღება. ძალიან ლოგიკურია. აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე. მაშინ ახლა მის მხარეს არც კი გავიხედავ. მისმინე, ეგ ტაქტიკა ქანთან გამოიყენე, კარგი? ერთ წამში მოხდა ყველაფერი. მოულოდნელად უთხარი სერგანს ყველაფერი. არ ვიცი რა გავაკეთო. ფერითის მღელვარება უნდა გენახათ. გული მიწოხს. სერგანი არ არის ის ადამიანი, რომელიც მარტივად გამოხატავს თავის გრძნობებს. მომიციეს. ვიცი. მისმინე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე ხარ. ყველაფერი გააკეთე და გრძნობებში გამოუწყდი. სერგანი ყველაფერს გააკეთებს, რაც მისგან არის საჭირო. დარწმუნებული ვარ მაგაში. იმედი მაქვს. მისი პასუხის მიუხედავად ერთ-ერთი გული გატყდება. შენ სასურველ პასუხს მიიღებ. შეიძლება ფერიც გული ეტკინოს, მაგრამ თქვენთვის ორივესთვის სწორი იქნება. ის გადაიტანს ძვირფასო არ იღალვო. მარტო ფერითი არა, ედაც ხომ არის. ხო. ედასაც ეტკინება გული. იქნება რა. თანაც არ შეეფერებიან ერთმანეთს. მაგაზე სერგანმა ეფიქროს. იქნებ მართალი ხართ, ლოდინი გადამრჩენია. არატომ მიყურებ ასე გაშიშებული? შემოდი. მობოდიშების ბარათი? კაცობრიობისთვის პატარა ნაბიჯია, მაგრამ სერგან-ბოლათისთვის დიდი. ნუ ამბობ ასე. დილიდან ერთი აზრი მიტრიალებს თავში და გონებიდან ვერ ვიშორებ. მოკლედ, სერგანის სელეს არ დათანხმდა. ვიფიქრე იქნებ, რა იქნებ? იქნებ მე მოვწონვარ მას. მოსტონ ხარ? პატარავ, შენ მესამე კლასში ხარ? ნუ დამცინი. ეგ ის ადამიანია, რომელიც არ გამოხატავს თავის გრძნობებს. როგორ გონია, მოვწონვარ? მოსტონ ხარ თუ არა, არ ვიცი. მაგრამ უსიტყვოდ შეყვარებული თვალებით გიყურებს. მეც ასე მგონია. მაგრამ მე ისე იქცევა, რომ ყველაფერს აფუჭებს. ყველაფერს. თანაც თუ დაფიქრდებით, სელენი შეეფერება. მაგრამ ზოგჯერ ფიქრობ იქნებ ჩემნაირია. არას ვამბობ საერთოდ. იმ ადამიანზე ვსაუბრობ, რომელმაც შეთანხმება დადო ჩემთან. რაც შეეხება შეთანხმებას, შეიძლება როგორც ადვოკატმა და შენმა საუკეთესო მეგობარმა ვნახო. იქ მეორე თაროზე დევს. მერე, რა უნდა თქვა სელენმა? ანუ,
თუ კი არსებობს იმის ალბათობა, რომ ერთად ვიქნებით, ის ფერიც დაშორდება. ორი დღე მომცა დასაფიქრებლად. ძმაო, რა სისულელეა, რა გამბედაობაა. ეგ გოგო ხო რამდენიმე დღეში თხოვდება. შენ ხომ დანიშნული ხარ. ყოველ შემთხვევაში ხალხს ასე გონია. კარგი. მთელი ეს ნიშნობა ტყუილია, მაგრამ თქვენ ცხოვრებაში ედაა. ედა. არის. მას შეუძლია რაღაცნაირად ადამიანის ცხოვრებაში, გონებაში და გრძნობებში შეიჭრას. ჩვენ ამას სიყვარულს ვეძახით, ძმაო. ენგენ, თქო, ნუ დაიწყე თავიდან. თქო, ნუ მელაპარაკები იმენაზე, რომელიც არ ვიცი. ერთხელაც ედას წინაშე წარსდგები და იმენაზე ალაპარაკდები, რომელიც არ იცი, ძმაო. და იცი რა, ყველაფერს ეტყვი. მერე მე დაგცინებ. ამაში დარწმუნებული იყავი. მართლა? ის რო ნიშნობის დროს ვერ მიტანს. წარმოდგენას არ მინდა სინამდვილეში რა იქნება. მერე ნუ წარმოიდგენ, ძმაო. ერთხელ მაინც მოიფიქრებ. გაწიე განზე შენი ლოგიკა და სიამაყე. მხოლოდ გულს მიაქცია ყურადღება. ასეთი ადამიანი თაი გულს გმნის ქალისთვის, რომელთანაც კონტრაქტი აქვს. დაასდევს ან ყველა ბაღში ეძებს. დაუშვათ თქვენი ნიშნობა უბრალოდ შეთანხმებაა. იმ დღეს ედა ფოტოგრაფებს რატომ უარიდე? ყველა შენი საქმე, შენი ხელშეკრულება და შენი ჯილდო დატოვე. რატომ გადაარჩინე, ძმაო, ვერ გამიგია? გამაგებინე. რატომ? ეგ არ უკავშირდებოდა ედას. თუმცა უпроსორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ედა ჩემს მიმართ გულგრილია. შენ რა იცი, ძმაო? გითხრა? მომისმენე ენგენ, ყოველ შესაძლებლობაზე ლოცულობს, რომ მისი ცხოვრებიდან წავიდე. ეს სიყვარულია? ცალ-ცალკეც კი არ შეგიძლიათ ყოფნა. მე მგონი უგონოდ ხარ მასზე შეყვარებული. არა. ასე ძალიანაც არა. არ ვარ უგონოდ. არა. მართლა არანორმალურია, გიჟია. ამიტომ არც ის მნახავს, არც მე. დიახ, ერთ-ერთი თქვენგანი არანორმალურია. ოღონდ ეს ადამიანი შენ ხარ, ძმაო. შენ გაგიჟდი. როცა მას ოფისში ვერ ხედავ, უფრო გიჟდები. გინდა რომ 24 საათი შენს გვერდით იყოს. ეს შეამჩნია? ენგენ, საიდან მოიტანე? საიდან მოიტანე? რატომ ვერ იგებ ამას? აი ეს მაღიზიანებს. ვერაფრით იგებ და ეგ მაღიზიანებს. შენი აზრით იქნებ სელენს ჩემს გამო არ დათანხმდა. იქნებ ეს მე მიკავშირდება. არ ვიცი. თუ არ იცი, მაშინ შეგიძლია ხვალიდან აღარ დაურეკო ედას. იმიტომ რომ ის ჩვენთან მუშაობას მორჩა და ყველა საჭირო საბუთი უკვე ჩაგვაბარა. შენი აზრით დარეკავს? იქნებ დარეკოს. უბრალოდ დიდებული იყავი ხვალ, ის აუცილებლად დაგირეკავს. ხო, ალბათ არ დაურეკავ, მეც ასე მგონია. რომ არ დარეკოს? დარეკავს. დარეკავს? არა, არ დაურეკავ.
არა მშვენიერი დილა. არა შესანიშნავი დღეა. გემრიელად მიირთვი. მადლობა. სელენის ქორწილი გადაიდო? არა. ჯერ. კიდევ რამდენ ხანს უნდა აწვალო ლოდინით სერქან? შურსიძე იმის გამო რომ მიგატოვა? დედა. ხო, ამაშენ ჩაერევე. ქალბატონო აიდან, დილა მშვიდობის. მწერები მზად არიან. კარგი, მადლობა სეიფი. დროებით. მწერები? მე არ ვერევი შენ საქმეებში, შენ კი ჩემსაში. ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და დინებას მიყვება. ამის ცოდნაც მშვენიერია. კარგი. ველოდებიან, მე წავედი. მშვენიერია. სეიფი. მოკლედ გუშინ თვალი არ მომიხუჭავს კაველისგან. აივანზე უამრავი მწერი იყო. შენ რა, სახლს არ ამუშავებ? რას ამბობთ? ცხადია ვამუშავებ. მაგრამ ჩვენ ხომ დიდი ტერიტორია გვაქვს გამწვანებული. არ გჭირდება თავის გამართლება სეიფი. პრობლემის გადაწყვეტა მინდა. მართალია ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს მოვაგვარებ. ეს რა არის? თებში. უпростоრად თიხის ფიალა. ქალბატონმა აიდანმა და ბატონმა არდამ გააკეთეს. ქალბატონმა აიდანმა გთხოვა გამოგვეყენებინა. ბატონი არდა მეთუნეობის მასწავლებელი. ესე იგი თიხის ფიალები. დიახ. ბატონო არდა, გამოფენა უნდა ჩავატაროთ. მოდის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არდა. უთქვანოთ ვერ გავაკეთებდი ამ ფიალებს. აბა რას ამბობთ? თქვენ ოღონდ მოინდომეთ. მოდის. დიდი მადლობა. ახლა ქვემოდან ვიღებთ. ალთაკი. ნეტა ვიცოდე რა ლამაზ ჭურჭელს ვამზადებ თიხისგან. ბატონი არდას წყალობით. აიდან იქნებ საკმარისია. ამ სახლში მხოლოდ ორნი ვართ. ვფიქრობ ამდენი ჭურჭელი საკმარისია. სამნე ვართ. სეიფი. მაპატიეთ. ალთაკი, მე ხომ არ ვერევი შენ საქმეებში და შენც ნუ ჩაერევი. იმდენ ჭურჭელს გავაკეთებ, რამდენიც მომიდება. ყველაფერი ბატონი არდას წყალობით. ჭურჭლის კეთება თუ მოგგვეზრდებათ, შემიძლია ხატვის და ფოტოგრაფიის გაკვეთილები ჩავატარო. ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. რა მაგარია, მოდით ყველაფერი მოვსინჯოთ. ახლა ხელოვნების პიკში ვარ. ბატონო ალთეკინ, შეტყობინება მომივიდა რომ წერებს მიხედეს. რომელი მწერები? არა ისეთი არაფერია. მაშინ წარმატებები. მადლობა. მადლობა. წავიდა. წარმოუდგენლად ეჭვიანობდა თქვენზე. არა, არ ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა. თქვენ რამეს ისახი არ გინახავთ? რომ მე ეჭვიანა არ წავიდოდა. არა, უბრალოდ არ მიჩნევს. მისთვის სულ ერთია. ყველაფერი თიხაშია. არ ვიცი, მაგრამ მომეჩვენა რომ ძალიან ეჭვიანა. მოდი შევეშვათ ამ ტალახს და სხვა რამით დავკავდეთ. არ დამირეკავ ხომ? აღარ დამირეკავ. გისმენ. დილა მშვიდობის. სახლთან ვარ. რატომ? შეგიძლია რომ ჩამოხვიდე? კარგი, მოვდივარ.